როდის გვემატება USDC ტოკენი? დაგვემატა უკვე? კარგია. სალამი, მე დრანგაური, ეს არის Bitanica Short, გადაცემა, სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. გამთენიისას ისრაელმა ირანს დაარტყა, რამაც გამოიწვია 1 მილიარდის ლიკვიდაციები ბაზარზე. ამასობაში ამერიკამ და ჩინეთმა ხელი ჩაარტყეს. სავაჭრო ომი მთავრდება, ინფლაციის მაჩვენებელიც კარგია, მოკლედ ნახოთ რა მოუვა BTC-ის ამ ამბების შემდეგ. მარკ ზაკერბერგმა სურვილი ჩაიფიქრა, მაგრამ სიხარულის მაგივრად სენატორებისგან წერილი მიიღო. წერილის შინაარსი ასეთია: მარკ, რა შვები, რა ვახარ? შენ stablecoin-ის ამბავზე შეშფოთებულები ვარ. ისედაც მონოპოლისტი ხარ, ყველას პირადი მონაცემები გაქვს და ახლა კიდევ ფულზე კონტროლი გინდა. მიუხედავად იმისა, რომ ტეზერი კვლავ ლიდერობს ლიკვიდობითა და გამოყენებით, ამერიკულ ბაზარზე რეგულაციების შესაბამისობის მხრივ აშკარა უპირატესობა USDC-ს აქვს. USDC უფრო გამჭვირვალეა, აქვს სანდო რეზერვები და დიდი პლატფორმების ხარდაჭერა. მოკლედ, ექსპერტების შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ინსტიტუციური კაპიტალი უფრო ხშირად აირჩევს USDC-ს. შეგახსენებთ, რომ Bitanica-ს პლატფორმაზე უკვე დაემატა USDC ტოკენი. ეს იყო Bitanica Short, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩეს თავარი მოკლედ.